მოგესალმებით მეგობრებო, მე მურად ბართიშვილი ვარ, ბიზნეს ლიგის დამფუძნებელი და დღეს ჩემი სტუმარია ბიზნეს ლიგის საზოგადოების ძალიან პოზიტიური პერსონა, ბიზნეს ლედი, ადამიანი ოპტიმიზმი, ნანიკო ეგიზაშვილი და ნანიკო გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახლა? შევედივრად თავად. კარგად, არამისოს. ნანიკო, ესეთი ის დავიწყეთ, რა ქვია, ნიკო მეორე რესპონდენტი ხარ, სტუმარი ხარ, ინტერვიუები ბიზნეს ლიგის აქტიურ მონაწილეებთან და შენთანაც რამდენიმე კითხვით, პირველი კითხვა ეს ტრადიციული იქნება. შენი პირველი ბიზნესი რა იყო და რატო ხარ ბიზნესში და როგორ მოხდა საერთოდ? ეხლა სადაც ხარ იქ? ახლა ვიწყებ ბიზნეს ვუმენობა, ზოგადად ბიზნესთან შორს ვიყავი. რამდენი ხანი გაც? ბიზნესში დაახლოებით 2 წელია, რაც ჩავერთე. თუმცა მანამდე საჯარო სკოლის პედაგოგი ვიყავი, სერტიფიცირებული, 11 წელი კი სკოლაში მუშაობდი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოხდა ისეთი გარდატეხა ჩემ ცხოვრებაში, რომ აღმოჩნდი ძალიან მაგარ კომპანიაში და დღეს ამ კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი ვარ. ნანიკოს კლუბის დამფუძნებელი. კი, ნანიკოს კლუბი. მადლობა. ხო, ჯანსაღი ცხოვრების და სწორი კვების კლუბია. ზოგადად დავიწყე ამ ბიზნესში მოღვაწეობა და ძალიან მომწონს ეს ჩემი სფერო. მომწონს იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ვეხმარები ამ ადამიანებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. ესე რომ ჩემი სფერო ასე შეიცვალა რადიკალურად. ადამიანებს ეხმარებ გაჯანსაღებაში, გამჯანმრთელებაში. კი, გაჯანსაღებაში კი, იმედის მიცემაში, ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების სტილის არჩევაში და ზოგადად კარგად გავშიფროთ, რო კარგად რო გაიგო. ეს არის რაღაცა ის არ ეგონო რა ქვია, იმიტომ რომ ეხლა იმდენად დატვირთულია ნეგატივით საზოგადოება, რომ შეიძლება ამ ვიდეოს ახლა რაღაც უყურებს და რაღაცნაირად იფიქროს, რომ შენ ხარ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, რომელიც ახლა აკეთებს ამ ყველაფერს კარგს, ხო? ან შენ გაქვს კლუბი, სადაც მოყევი რა? ჩემი კლუბი, ჩვენი კომპანია 36 წლის არის ზოგადად, ეს ჩვენთან არის საქართველოში მე-6 წელია. იხსნება ჯანსაღი ცხოვრების და სწორი კვების კლუბები, სადაც სხვადასხვა პროგრამები არის სწორი კვების გაკვეთილები, სხვადასხვა ფიტ ვარჯიშები და ასე შემდეგ და ცხოვრების აქტიურ წესით იწყებენ ადამიანები. შენთან კლუბში, ხო? კი, ჩემთან კლუბში. და ფულს რაში იხდიან ბიზნესში? პროდუქტში? პროდუქტში და იმ სერვისში, რასაც ჩვენ თავაზობთ. კლუბში რასაც თავაზობთ, ხო? იმ ორგანიზებაში და როგორც ბიზნეს ლიგაში ხდება, ხო? დაუშვათ ბიზნეს ლიგაში ბიზნესმენები მოდიან, თავს იყრიან, სწავლობენ ჯანსაღ ბიზნესს რაღაცა და ამ საზოგადოებაში და იმაში. თქვენთან ეს უბრალოდ ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება, ჯანსაღ ცხოვრებას, სწორკვებას, კი ცხოვრების აქტიურ წესს უკავშირდება. ბიზნეს ლიგაში რომ მოდიოდი, რამდენი გყავდა? ბიზნეს ლიგაში რომ მოდიოდი, დაახლოებით ესე 18-20 ადამიანი საშუალოდ იყო ხოლმე. ახლა დაახლოებით 30-38 ადამიანი. სტაბილურად, ხო? ან თითქოს გაორმაგდა, ხო? კი, გაორმაგდა და ხო, კი, ძალიან პოზიტიური გარემო დამხვდა ბიზნეს ლიგაში. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ურთიერთობები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან კარგი რჩევები მივიღე და არა მარტო კარგი რჩევები, მოხვდი ძალიან მაგარ საზოგადოებაში, სადაც გაქვს იმის შანსი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო. ყველა სფეროდან და საინტერესო ის არის, რომ სხვადასხვა ბიზნესიდან წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის ინტერესის ადამიანები, ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდებიან და ძალიან საინტერესოა ჯერ მარტო მათთან ურთიერთობა. მერე ის გარემო, ყველაზე ძალიან რამაც მომხიბლა და გადავწყვიტა ბიზნეს ლიგაში მოსვლა, ეს იყო ის ინოვაციები და ზოგადად მიყვარს ძალიან პრაქტიკოსი ადამიანები, თეორეტიკოსთან ცოტა ეს შორსა. პრაქტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე მომხიბლა იმ რომ თქვენ გავლილი ქონდათ ის გზა, თქვენ თვითონ რასაც ასწავლიდით სხვა ადამიანებს. ამას ვაკეთებ ზოგადად იგივეს მეც. კი, მე ჩემ შულსაც კი არ ვაძლევ, რაღაც მიმართულებას, რომ ეს უნდა აირჩიო, აქეთ უნდა წახვიდე. იმასაც ვაჩვენებ ზოგადად იმ გზას, აქ სად რა არის, უბრალოდ იმას ვუტოვებ არჩევანის უფლებას და საშუალებას და თავისუფლება ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. ჯერ გააკეთე წერან რაზეც საუბრობთ, ხო სანამ ინტერვიუ დაიწყებოდა.
ჯერ გააკეთე, გაიარე, მიიღე შედეგი, მე გაეცი. რო ახალი მიიღო, ბოლო წლის. კი, აბარა, აი ჩინური სიბრძნე არის, რომ აი მიეცი ადამიანს ერთი თევზი და იმ დღეს, ანუ მადლიერი იქნება შენი და იმ დღეს ანუ თავს გადაირჩენს, ხო? არის შიმშილებს და ასწავლე თევზის ჭერა და მთელი ცხოვრება შენი მადლიერი იქნება და მაგას აკეთებს ბიზნეს ლიგაც. ამას ვაკეთებ მეც და ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა სფეროში და ძალიან ვაფასებ ასეთ ადამიანებს. ანუ ადამიანს უნდა მისცე, ანუ გზა. მე ბიზნეს ლიგა მომცა ეს თორე ხა ვერავინ ვერ შეცვლის ვერ ჩემ ბიზნეს და ვერავის ბიზნეს, ხო? ანუ არავინ მოვა და ჩემ საქმეს ის არ გააკეთებს და სათქმელს ის არ იტყვის, მაგრამ მიმართულებას აძლევენ ადამიანს და აძლევთ, ანუ სწორ მიმართულებას. რა გზა გაიარეთ თქვენ, ანუ რა სირთულები იყო, ეს სირთულები როგორ უნდა გადალახო, ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვითარდება, ხო? სოფლიო და ამ ყველაფრის ათვისება, ამ ყველაფრის შენ თავზე მორგება, შენ ბიზნესზე მორგება, ძალიან მაგარი აი ამ გზებს რო გაჩვენებენ და რა თქმა უნდა ეს უკვე მე შენი სოუსი უნდა მოუძებნო იმას, შენი ხედვა უნდა ჩართო იმაში და მე იმ გზით იარო, აბარა. თორე ანუ ზოგი მოდის რაღაც ზუსტი რეცეპტი უნდა არ არსებობს. ხო, ასეთი არ არსებობს, ხო. იმით გაცვლებული მიდის მე. ხო, ასეთებიც არიან ხოლმე, თუმცა ანუ ზოგადად სკოლა, უმაღლესი, ანუ აძლევს განათლებას, რომელიც ანუ ყოველ შემთხვევაში ალბათ რო ცხოვრებაში ხო უკმაპუროთ არ დაგტოვებს. მაგრამ თვით განათლება და პიროვნული ზრდა, ანუ გაძლევს იმის შანსს, რომ იყოს ცხოვრებაში დამოუკიდებელი, თუნდაც ფინანსურად დამოუკიდებელი, თუნდაც აზრობრივად დამოუკიდებელი და თვით განვითარება ეს არის ძალიან დიდი რამე ხა. ანუ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს, ანუ შენ რომ რაღაც იკეთე გაქვს, რაღაც იცი და იმას რომ გასცემ და ასწავლის სხვას, ხო, წეგანას რო საუბრობდით, ანუ ცნობილი ბიზნეს ფილოსოფოსი არის ჯიმ რონი, რომელიც ანუ და ცოდნის გაცემის სიბიზნესზე საუბრობს იმას, რომ დავუშვათ რაც მეტ ადამიანს უზიარებ იმ ცოდნას რაც შენ გაქვს, ამით შენც უფრო ხელოვნდები და უფრო მეტი იცი და რა თქმა უნდა იმ ადამიანებსაც რაღაც ანუ ცხოვრების დიდ გზას უღებ და ანუ კარს უღებ და რა იცი რა შანსს აძლევ მას ცხოვრებაში იმ შენი იდეით, იმ შენი ხედვის ანუ დავუშვათ გადაცემით. ზოგადად აკეთებ სამყაროსთვის კარგს, კი, კარგი მომენტია და ნამიკო შენ საუკეთესო გამყიდველზე მოხდი პირველად არა ბიზნეს ლიგაში, კოუჩინგში, ხო? კი, პირველი იყო საუკეთესო გამყიდველი და ძალიან მოვიხიბლე იმით, იმიტომ რომ მე რომ ანუ ზოგადად ვეძებ ხოლმე ანუ ესე ანუ ესეთ რაღაც სიახლეები მიყვარს, ზოგადად ვარ ცოტა ესეთი ემოციურიც, რისკიანიც და მიყვარს ხოლმე ეს სიახლეები და რომ თვითონ სათაურმა მომხიბლა საუკეთესო გამყიდველი. მე დავფიქრე ხა, მე ვიძახი რომ გამყიდველი არ ვარ, ეხა არ ვყიდი, ანუ ეხა რაღაცა მარკეტინგი არ მაქვს და რაღაც, მაგრამ თურმე ანუ ყველა ცხოვრებაში რა თქმა უნდა ვართ გამყიდველები, ანუ საკუთარი ანუ უნდა გაყიდო შენი თავი, ხო? გააცნო შარმი, თუნდაც შენი რაღაცა იდეა, ყველაფერი იყიდება, ანუ ასე გამოდის. უბრალოდ არა ყველაფერი ფულზე არ იყიდება. და რაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საუკეთესო გამყიდველი და იქ ანუ პლუს ჩამოთვლილი იყო, რომ აი ძალიან ქვესათაურები იყო ესეთი საინტერესო ჩემთვის, რომ მოვარგე ჩემ იმას და მე რომ მოვხვდი ამ საუკეთესო გამყიდველზე და აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ის რადიკალური განსხვავებული სფეროებიდან იყვნენ წარმომადგენლებიც კი და მომეწონა ამიტომ ანუ მე ვფიქრობდი რომ ანუ იმან როგორ უნდა მიუსადაგოს ამ თავის იმას და ძალიან მაგარი იყო ანუ ყველა სფეროს შეუძლია გაიაროს ის ორდღიანი ძალიან მაგარი სემინარი და მოირგოს და რა ვიცი პრაქტიკაში გამოიყენოს ძალიან მომეწონა თითოეულ სიტყვასაც რა ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია ხო როგორ და სიტყვის ძალა ხო, არა მარტო ეს აი სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. შეიძლება ადამიანმა ძალიან ბევრი რამე იცოდე, მაგრამ როგორ გადასცემ და ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს, ძალიან მიყვარს ან თუნდაც ძალიან ბევრი ესეთი ფილოსოფოსების ნაზროვნები კი, ანუ წარმატების ლიტერატურა ძალიან ბევრი. შეიძლება ურჩიოთ სამი წიგნი.
წარმატების ლიტერატურიდან იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებენ და ჯერ ისევ პედაგოგები არიან, ჯერ ისევ ხვდები, ჯერ ისევ იმ პატარა იმებში ცხოვრობენ და უნდათ მეც მიაღწიოთ, რომ ჯერ არასოდეს არ არის გვიან და ურჩი რამდენიმე წიგნი. კი, ძალიან ბევრი, ხო, ბევრი წიგნი არსებობს ასეთი, მაგრამ აი კარნეგს გამოყოფდი და დელ კარნეგს როგორ მოვიხსნათ, ადამიანებს და როგორ შევძინოთ მეგობრები თუნდაც ან კიდევ რა შეიძლება კლასიკა წარმატების საიდუმლო ძალიან წარმატების საიდუმლო ეს სეკრეტ რომ არის მაგაზე? კი. ხო. თუნდაც ანუ ეხა რამაზ გიგაური არის ქართველი მწერალი, რომელსაც ანუ აი სხვადასხვა ანუ ფილოსოფოსების, ანუ ეს ბიზნეს დავუშვათ ინტერესის სფეროდან აღებული სხვადასხვა ლიტერატურების, ანუ ნაკრები აქვს. ანუ ძალიან კარგი წიგნი არის რამდენი, ანუ 3000 კი გასაღები, ანუ როგორ უნდა იცხოვრო და მოარგო შენი. ხო, ანუ თავარია რომ უბრალოდ ადამიანს ერთი გახედვა ჭირდება მანდეთ. ანუ აი ვიტამინები ჭკუისთვის არის ჯიმ რონის, აი ძალიან კარგი. ჯიმ რონი ხო, ვიტამინები ჭკუისთვის. კი. თუნდაც შეჭამე ბაყაყი, ბრაიან ტრეისის კი, ანუ როგორ გადაანაწილო დრო, ეხლა სხვა შორის უკვე დაიწყო ქართულ ენაზე თარგმნა, მე რომ დავიწყე მაგეების დაახლოებით 2007-8 წლებში პირველად რო წავიკითხე, ხო, რუსულად იყო რა და მე მინდოდა რომ ეს წაეკითხათ ჩემს მეგობრებსაც, პარტნიორებსაც და უბრალოდ ვერ ვშოულობდი ქართულ ენაზე, მათ რუსული არ იცოდნენ და ეხლა ძალიან მიხარია რომ შეხვალ ბიბლუსში, შეხვალ სხვა მაღაზიებში და უკვე პირველ იმაზე არის გამოქვეყნებული ბრაიან ტრეისი. ძალიან თავარია კი, ანუ თავარია რომ ვიცოდეთ რომ ასეთი ლიტერატურა არსებობს, ხელმისაწვდომია მართლა ის საიდუმლო ყველასთვის. უბრალოდ უნდა ჩაწვდე. იმას უნდა ჩაწვდო. ახლა შეიძლება ერთი და იგივე წიგნი რამდენჯერმე წაიკითხო, მაგრამ სულ სხვა ხედვით და ანუ აი ეს არის ის ლიტერატურა და ის წიგნები, რომელიც არაერთხელ წასაკითხია. ანუ სამაგიდო წიგნი უნდა იყოს და ცხოვრების წესა. შენი შემოსავალი რამდენი გქონდა და რამდენი გახდა? ბიზნეს ლიგამდე. არა, ბიზნეს ლიგამდე და ბიზნეს ლიგის შემდეგ გაიზარდა? გაიზარდა საგრძნობლად, ანუ ჩემი შემოსავალი, ანუ ჩემი მოგე კი, ყველასთვის ჯერ ჩემთვის და ვერ ყველასთვის, რა თქმა უნდა. ციფრებში შეგიძლია დაასახელო? ციფრებში შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო ის, რომ ანუ დაახლოებით ჩემი მოგება და არა შემოსავალი მოგება იყო 800 ლარი, 900 ლარამდე, ასე. დიახ და 2000 ლარამდე, ანუ ავედი უკვე ბიზნეს ლიგის შემდეგ, კი, კოუჩინგის შემდეგ. კი. და რამდენი ხანში? და რამდენი ხანი გრძელდებოდა? დაახლოებით თვენახევარი, კი. და საკმაოდ ძალიან დიდი ის იყო ტრამპლინი. გეგმავდი მანამდე ეგრე? ანუ ან წინათ ამან მომცა აი რაღაცა იმაში ტონუსში ვიყავი რა, ანუ ზოგადად ხო ეს არის დღემე ხვალე კაცო, ანუ რაღაცნაირად იწელებოდა, ვაკეთებდი იგივეს, თითქოს რაღაცა რუტინაში გადამდიოდა და გამიმრავალფეროვნა, ანუ რაღაცა რეჟიმი, ისეთ დროებში და ვადებშიც ჩავჯექი და უფრო ისეთი მიზანი ავიღე, რომ დამეხმარა ეს, რომ აი ამ მოკლე დროში მიმეღწია იმისთვის, რაც შეიძლება ცოტა გამწელოდა. მაინც ადამიანური მომენტია, ახლა ადამიანური სისტემები, ზაფხული ეს რაღაც, მაგრამ თავარი, ხო, ვოლონტერ სიტყვაზე ხო? დაჯერებით სულ მჭერა. ზოგადად ძალიან ოპტიმისტი ვარ. ხო, აი ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა ახლა, რომ აი ამ ესეთი ოპტიმიზმი, ყველაფერს ოპტიმისტურად და პოზიტიურად რომ უყურებ, როგორ ახერხებ ამას და რატო არ კარგი, შეგიძლია რომ აი ჩამოვაყალიბო 3 წუთში, იმიტომ რომ ახლა გვანიშნებენ რომ დრო გვეწურებო ჩვენ და 3 წუთში უნდა ჩავდიოთ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ცხოვრება არის ძალიან მშვენიერი. ის არის მართლა ვარდისფერი.
და გააჩნია როგორი თვალით შეხედა მას და ბავშვურად რომ აღიქვამენ იმ საყვარელს და ოცნებობენ, ეს მთავარი ის სათვალე არ მოვიხსნათ ჩვენ და დიდობაშიც ვუყუროთ იმ ფერადი სათვალე ცხოვრებას. როგორც შევხედავთ, ანუ ანარეკლი ზუსტად ისეთი არის. აი, ვგიჟდები დედა ტერეზაზე, ანუ იმის ცხოვრების სტილზე და ესეთი ის არის, რომ დედა ტერეზა ამბობდა, არ დამპატიჟოთ ომის საწინააღმდეგო აქციაზე, არ მოვალო. დამპატიჟეთ მშვიდობის ან მხარდასაჭერ აქციაზე იქ მოვალო. მხოლოდ პოზიტივის მხრიდან. ამიტომ ურთიერთობები არის ყველაფერი. თუნდაც ის ბიზნესიც, ყველაფერი იწყება ურთიერთობებიდან. ის რომ იწყება პოზიტივით და ის რომ იწყება იმ განწყობით, რომ მე ეს გამომივა, გამოგდის შენს და გამოსდის იმ ადამიანსაც, ვინ შენთან ერთად არის, ვისაც ეხმარები ამის გაკეთებაში და ეს მომცამე ბიზნესი ძალიან. აი შენში პოზიტივი, სხვა შორს შენი პოზიტივი ყიდის პირველ რიგში, აი ხა კონკრეტულად ნანიკოს პერსონაჟზე არის საუბარი, როდესაც ბიზნეს რიგიდან აქვს შენ ქოს კლიენტები, ხო, საზოგადოებიდან, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ გარდა შეთავაზებისა და გარდა ყველა სხვა ტექნიკისა, რაც არსებობს გავიდოებში, ყიდის ყველაზე მეტად პოზიტივი ადამიანის, რომელიც არის ანალოგიურად ხდება ურთიერთობებში, ანალოგიურად ხდება საპარტნიორო ურთიერთობებში კლიენტებთან და ასე შემდეგ. გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ეთყობა ადამიანს, სად არის აი რაღაცა ესეთი მზა ტექსტი და სად არის გულწრფელობა. როცა ხარ გულწრფელი და იმას აი რეალურად და დიდი სიყვარულით აკეთებ და გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, რა თქმა უნდა. ამასობაში იყენებ ტექნიკებსაც. და პლუს ტექნიკებსაც. აი გარ ძალიან მაგარი. და ტექნიკებში დამეხმარა ბიზნესში. სუპერ, ნანიკო, ამით უნდა დავასრულოთ. უღრმესი მადლობა. იქით მადლობა თქვენ. და წარმატებას გისურვებ, მეგობრებო. თქვენთან იყო მურად ბართიშვილი და შევხვდებით მომდევნო ინტერვიუებში. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც. დროებით.